მსხვერპლით დასრულდა მორიგი სარკინიგზო ავარია ესპანეთში. ქალაქ ბარსელონადან რამდენიმე კილომეტრში მატარებლის ლიანდაგების გასწვრივ არსებული დამცავი კედელი ვაგონს დაეცა, რამაც სულ მცირე ერთი პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად დაშავებულია 37 მოქალაქე, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ძიმედ დაშავებულთაგან ერთ-ერთი ნანგრევების ქვეშ იყო გაჭედილი. მის გასათავისუფლებლად დამატებითი ზომების მიღება დაგჭირდა. რთული ამოცანა იყო, თუმცა დროულად შევძელით მისი გათავისუფლება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ესპანეთის სარკინიგზო კომპანიის განცხადებით, დამცავი კედლის ჩამოშლა სავარაუდოდ გამოიწვია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გასული კვირის განმავლობაში მოსულმა უხმა ნალექმა. მათივე ცნობით, ამ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლების გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით გაურკვეველი დროით შეიზღუდა. უბედური შემთხვევა მოხდა იმ ფონზე, როდესაც ესპანელი ხალხი 18 იანვარს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფისას დაღუპულებს გლოვობს. ესპანეთის სამხრეთით ადამუსში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლისა და საპირისპიროდ მოძრავ შემადგენლობასთან შეჯახების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა სულ მცირე 42-ს შეადგენს. ათობით პირი დაშავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, რომლებიც ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა მოინახულეს. მანამდე კი ტრაგედიის ადგილზეც მივიდნენ. პირველ რიგში აუცილებელია აღვნიშნოთ ყველა იმ პირის პროფესიონალიზმი და თავდადება, ვინც განურჩევლად წარმოშობისა ამ საგანგებო ვითარებაში მოქმედებდა. ასევე უნდა ითქვას ადგილობრივი ადმინისტრაციის მისწრაფებებზე, რომელიც ცდილობდა ყველა შესაძლო რესურსისა და შესაძლებლობის ამოქმედებას, რაც საგანგებო ვითარებაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღიარებას საერთო დაუცველობისა და იმ ფაქტისა, რომ ბევრმა სპეციალისტმა და მაცხოვრებელმა ისურვა ამ ადამიანების დახმარება და ყველაფრის გაკეთება, რაც მათ ძალებში იყო. როგორც წესი, ესპანეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ არის შეფასებული და შეუფერხებლადაც მუშაობს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მისი სანდოობის თვალსაზრისით არსებული სტატისტიკა დიდი ალბათობით გაუარესდება, მით უმეტეს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გათვალისწინებით.